გამარჯობა, ამ ვიდეოში ვიწყებთ მოდელირების შესწავლას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა 3D პროგრამაში. მოდით ჩვენ სამზარეულოში შევქმნათ მაგიდა, ამისთვის გამოვიყენებთ box და ასევე გავააქტივროთ snap-ის ფუნქცია, ვისი მეშვეობითაც შევქმნით ზუსტ ზომებს. სიგანეში გქონდეს 60 სანტიმეტრი, სიგრძე გვექნება 1.5 მეტრი, ხოლო სიმაღლე იყოს 7 სანტიმეტრი. გადავიდეთ პარამეტრებში, მოვუმატოთ სეგმენტების რაოდენობა. ასევე ჩვენი ბოქსი მოვათავსოთ შუაში, რომ კომპოზიციურად იყოს სწორად. და ასევე შევქმნათ ახალი ლეიერი ჩვენი მაგიდისთვის. შევიდეთ ლეიერების ჩამონათვალში. დავაჭიროთ ახალი ლეიერის შექმნას. სახელი ქონდეს მაგიდა. ამ ლეიერს მოვათავსებ სამზარეულოში. ეს დანარჩენები დროებით გამოვთოთ, ამ ეტაპისთვის არ გვჭირდება. ეხლა ჩვენი ობიექტი გადავიყვანოთ მოდელირებაზე, ამისთვის უნდა შევიდეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით მის პარამეტრებში და convert-ში უნდა გავააქტივროთ edit poly. როგორც უყურებთ, ჩვენს edit poly-ს გააჩნია უამრავი ხელსაწყო პარამეტრი, რომელიც დამწყებებისთვის რთულად გასაგები იქნება, ამიტომ გამოყოფ იმ ძირითადებს, რაც აუცილებელია დასაწყისისთვის. პირველი და მთავარი ეს არის მონიშნვის, ანუ select-ის ფუნქცია, რომელსაც გააჩნია 5 მიმართულება. პირველი არის ვერტექსები, შემდეგ არის ხაზები, edge, border, პოლიგონები და ელემენტები. აქედან არის 3 ძირითადი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე. ეს არის ვერტექსები, ხაზები და პოლიგონები. ხოლო ეს ორი გამოიყენება კონკრეტულ შემთხვევებში. მოდით გავააქტივროთ ვერტექსები, რის შემთხვევაშიც ობიექტზე გამოჩნდება აი ლურჯად ნაჩვენები წერტილები. მათი მონიშნვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ და შევუცვალოთ ფორმა ჩვენს ობიექტს. ასევე შეგვიძლია კონტროლის მეშვეობით მოვნიშნოთ რამოდენიმე და ესე გადავადგილოთ და გვაქვს კიდევ ერთი მეთოდი მონიშნვის, როდესაც ვნიშნავთ აი ამ წყვეტილი ხაზით. მოვნიშნავთ რამოდენიმეს და ესე მოვახდენთ ზემოქმედებას. აქაც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც აი ესეთი სახით ვნიშნავთ, ასევე ინიშნება მის უკან მყოფი სხვა წერტილებიც. ესე რომ არ მოხდეს, შეგვიძლია გავააქტივროთ ignore-ის ფუნქცია და მოინიშნება მხოლოდ წინ მყოფი წერტილები. აი როგორც უყურებთ, უკან მყოფი წერტილები ამ შემთხვევაში არ მოინიშნა. აი ეს არის ignore-ის ფუნქცია, რომელიც საჭიროა ხანდახან დავაკვირდეთ ხოლმე, რადგან შემთხვევით თუ აი ამ წერტილებსაც გადავადგილეთ მოდელირების დროს, მე რთულია ხოლმე მაგ ყველაფრის შესწორება. ასევე გვაქვს კიდევ ორი მონიშნვის დამატებითი ფუნქცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია წერტილის გარშემო მოვნიშნოთ სხვა დანარჩენი წერტილების, მაგალითად growth-ს დავაწვევით, მის გარშემო რადიუსში მოინიშნება ყველა წერტილი. რამოდენიმე დაკლიკებით იზრდება და იზრდება. ასევე shrink-ის მეშვეობით პირიქით ვაკლებთ აი ამ მონიშნას. გადავიდეთ ხაზებით მონიშნაზე, ჩვენ აქ ვნიშნავთ წერტილების მაგალითად ხაზებს და ვახდენთ მასზე ზემოქმედებას. ესე რამოდენიმე შეგვიძლია მოვნიშნოთ და ესე შევუცვალოთ ფორმა. რაც შეეხება დამატებით ფუნქციას, მას დაემატა ring და loop. loop-ის შემთხვევაში ნიშნავთ მისი მიმართულებით ყველა ხაზებს, აი ესეთი სახით და გვაქვს ring-ი, სადაც ინიშნება მისი მოპირდაპირე ხაზები. ესეც ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა, რომ მოვნიშნოთ რამოდენიმე ხაზები. გადავიდეთ პოლიგონებზე. აქ უკვე ჩვენ ვნიშნავთ იმ შიდა სივრცეს, რომელიც იმყოფება ჩვენი ხაზების და წერტილების შუაში, ანუ ეს კონკრეტული სიბრტყე. აქაც მაგალითად შეგვიძლია მოვახდინოთ აი ესეთი სახით ზემოქმედება აი ამ პოლიგონზე. რაც შეეხება აი ამ ორს, ბორერის შემთხვევაში, თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვერაფერს ვერ ვნიშნავთ, ეს ემსახურება მხოლოდ ერთ შემთხვევას, თუ მაგალითად აი გვაქვს წაშლილი ერთი პოლიგონი, ბორერის მეშვეობით შეგვიძლია მოვნიშნოთ აი ეს
წაშლილ ადგილას ყოფი ხაზები და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვახდინოთ ზემოქმედება. და გვაქვს კიდევ ელემენტი, რომელიც უშუალოდ ნიშნავს მთლიანად ობიექტს. ესეც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ პოლისში გვაქვს რამოდენიმე სხვადასხვა ობიექტი. მოდით მე ხა აი ამ ობიექტს დავაკოპირებ Ctrl-Shift-ის მეშვეობით. აქ ჩვენ მივვითითებს, რომ დატოვოს თუ არა ერთ-ერთ პოლისში აი ეს მეორე ობიექტი, რომელიც დავაკოპირეთ. სტანდარტულად ყოველთვის გააქტიურებული ეს ფუნქცია და არის მეორე, როდესაც შეგვიძლია გამოყოთ ეს ობიექტი პირველისგან და ექნება ცალკე edit პოლი. მოდით საწყისზე დავტოვოთ. იმისთვის რომ აი ამ შემთხვევაში თუ დაგვჭირდება რომ გადავადგილოთ მაგალითად ერთი ობიექტი, აი ესე პოლიგონების მონიშნვით არის რთული, იმიტომ რომ ზოგი პოლიგონი რჩება. ამიტომ ამ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე ელემენტის ფუნქციას, სადაც ნიშნავს საკემყოფ ობიექტს და შემდეგ უკვე მარტივად გადავადგილებთ. აი ესეთ კონკრეტულ შემთხვევებში ვიყენებთ ხოლმე ელემენტის ფუნქციას. მოდით მე ხა მეორეს წავშლი, დავტოვოთ 1. აი ეს არის ის ძირითადი, რაც უშუალოდ მონიშნვას ემსახურება, ხოლო დანარჩენებს რომ ვიცოდეთ, აქედან ყველაფრის ცოდნა დასაწყისს არ არის საჭირო და მეორე და მთავარი მიმართულება ეს არის edit გეომეტრია, სადაც არის სხვადასხვა ხელსაწყოები და პარამეტრები მითითებული. ეს უშუალოდ ემსახურება მთლიან ობიექტს, მაგალითად აქ ხდება ობიექტის გამოყოფა, რაღაც კონკრეტული ნაწილების დაყოფა და ასე შემდეგ. ეს არის მეორე ფუნქცია edit გეომეტრია და გვაქვს მესამე მთავარი ხელსაწყოები, სადაც არის მოთავსებული. ეს არის უშუალოდ, როდესაც ვააქტიურებთ კონკრეტულ მონიშნვის ფუნქციებს. მაგალითად, თუ გავააქტიურებთ vertex, ამ შემთხვევაში ჩვენს edit პოლის დაემატება edit vertex-ი, სადაც არის უშუალოდ მითითებული წერტილების მიხედვით ხელსაწყოები. თუ მაგალითად გავააქტიურებთ edge, ანუ ხაზებს, შეიცვალა ჩვენი vertex-ების ხელსაწყოები და გააქტიურდა edit age, სადაც არის მოყვანილი ხაზებთან მიმართებაში ხელსაწყოები. და ასევე გვაქვს პოლიგონები, სადაც უშუალოდ პოლიგონების ხელსაწყოები ჩდება ჩვენს edit პოლისში. როგორც უყურებთ, ქონდა 3 ძირითადი მონიშნა და აქაც არის აი ამ ჩამონათვაში 3 ძირითადი მიმართულება. ეს არის მონიშნა, edit გეომეტრია და edit პოლიგონი, სადაც უშუალოდ გააქტიურების შემთხვევაში ჩდება. სხვა დანარჩენები დასაწყისისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ჩვენ დროთა განმავლობაში გავვლით, მაგრამ აი ამ 3 მიმართულების შესწავლა გაძლევთ უკვე იმის საშუალებას, რომ შექმნათ ნებისმიერი ობიექტი საწყისად. მოდით ახლა შევქმნათ მაგიდა, სადაც ვისწავლით მონიშნვის ხელსაწყოებს. ჩვენი ბოქსი დავაკოპიროთ Shift-ის მეშვეობით. შევცვალოთ ფერი. ქვედა ბოქსს გამოვიყენებთ ნიმუშად, ხოლო ზედისგან შევქმნათ მაგიდის ზედაპირი. გავააქტიურებ ხაზებს და ამ შუა ნაწილებს მოვნიშნავ ლუპის მეშვეობით, რომ მოინიშნოს გარშემო და backface-ით დავშალოთ. თუ გადავალთ vertex-ებზე, დავინახავთ, რომ ჩვენი ხაზების წერტილები დარჩა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ვშლით ხაზებს, backface-თან ერთად აუცილებელია გავააქტიუროთ კონტროლი და ორივეს დაკლიკებით ჩვენ წავშლით ხაზებს და ასევე წერტილებსაც. ეს არის მთავარი, რომ იცოდეთ, რადგან თუ დარჩება წერტილები, შემდეგ უკვე მოდელირების დროს ხელს შეგიშლით. მოვნიშნავ ზედა ნაწილს და დავაპატარავთ. ეს ჩამოვიტანოთ ქვემოთ. როგორც ვიცით, მაგიდის კუთხეები წინ არის ხოლმე გადმოწეული. ჩვენს გავიმეოროთ იგივე. მოვნიშნავ ყველა პოლიგონს მის გარშემო და scale-ით გავადიდოთ. თუ დავაკლირდებით ქვედა მხრიდან, დავინახავთ, რომ აი ამ ადგილზე უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე აი ამ ადგილას და ასევე ხაზოვანი სტრუქტურაც არის ოდნავ დარღვეული. ამ შემთხვევაში
scale-ის ფუნქცია არ გამოგვადგება, დავაბრუნოთ უკან და გამოვიყენოთ extrude-ის ხელსაწყო. შევიდეთ მის პარამეტრებში და დავინახავთ, რომ ჩვენი პოლიგონები გაიზარდა მხოლოდ ერთი მიმართულებით. ესეც არ გამოგვადგება და მოდით შევცვალოთ მისი მიმართულება. გადავიყვანოთ შუაზე. აი როგორც ხედავთ, უკვე შეესაბამება რეალურ ფორმებს. ორივე მიმართულებით არის თანაბრად გაზრდილი და მოდი ოდნავ დავაპატარავთ. ესე შევამცირებ და დავაფიქსირებ. ეს არის extrude-ის ფუნქცია. მოდით ახლა ქვედა ბოქსი დროებით გავთიშოთ, რადგან უნდა გავაკეთოთ მაგიდის სარტყელი. შევარჩენს ლეიერებში და გამოვთავ. გავაქტიურებ აი ამ შუა ნაწილს, გროვით გავსდი და ეგ ჩავმატოთ კიდევ დამატებითი პოლიგონები. ამისთვის გამოვიყენებ inserts, სადაც ემატება პოლიგონები. ესეც ერთ-ერთი კარგი ხელსაწყოა. აი ესე შევამციროთ და ახლა გამოვიყენოთ აი ეს შუა ნაწილი. ესე სათაურს რომ არ მოგვიწიოს ხოლმე მონიშნო პოლიგონების, შეგვიძლია გამოვიყენოთ მარტივი მეთოდი. როდესაც მოვნიშნავთ ერთ პოლიგონს, შემდეგ მეორესთან კონტროლით მაუსის მარცხენა ღილაკს ვაკლიკებთ ორჯერ. და ესე მოინიშნება მთლიანად ლუპის მეთოდით. ახლა გავაკეთოთ extrude, გავზარდოთ, ასევე აუცილებელია ხოლმე შევხედოთ ხოლმე ობიექტს სხვადასხვა მხრიდან, რომ სიმეტრიულად მოვახდინოთ მასზე ზემოქმედება. ესე დავაფიქსირებ. ეს არის მეორე ხელსაწყო და ვისწავლოთ კიდევ ერთი მთავარი ხელსაწყო, ეს არის ბეველი. ესე მოვნიშნავ აქაც ზედა ნაწილს და ბეველის მეშვეობით შეგვიძლია გავზარდოთ, ესეც არის extrude-ის მსგავსი. უბრალოდ ამას აქ დამატებითი კიდევ ერთი ფუნქცია, სადაც აი ზედა ნაწილი შეგვიძლია უფრო გავამსხვილოთ ან შევავიწროთ. შეგვიძლია დაახლოებით აი ესე დავაფიქსიროთ. აი ეს არის ის სამი ძირითადი ხელსაწყო, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე პოლიგონების შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. გადავიდეთ მაგიდის ფეხების შექმნაზე, სადაც გამოვიყენებ box. ზომები კონდეს 70 სანტიმეტრი სიმაღლეში. სიგრძე და სიგანე გვექნება 6 სანტიმეტრი, ანუ 0.06. ეს ჩვენი ობიექტი მივიტანოთ კუთხეში, რომ იყოს შიგნით და გადავიყვანოთ edit polish. შევცვალოთ ასევე ფერი. გავაქტიურებ ხაზებს და ვისწავლოთ მისი ხელსაწყოები. ესე გადმოვიტანოთ აქეთ. პირველი და მთავარი ხელსაწყო არის connect-ი. უნდა მოვნიშნოთ 4-ვე კუთხე და connect-ის მეშვეობით ჩავამატებთ ხაზებს. მივუთითოთ 4 ერთეული. ეს ორი ფუნქცია ემსახურება ხაზების გადაადგილებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. აი ეს დავაფიქსირებ. მოვნიშნავ აი ქვედა ხაზს ლუპის მეშვეობით და ოდნავ ჩავიტანოთ ქვემოთ. ასევე გამოვიყენოთ extrude-ის ფუნქცია. აი ეს შევავიწროვებ. შევხედოთ შორიდან და დავაფიქსიროთ. მოდით ახლა მოვნიშნოთ აი ეს ქვედა ნაწილი. ამ შემთხვევაში ლუპის ფუნქციას ვერ გამოვიყენებთ, რადგან არის ობიექტის დამთავრება. მოგვიწევს სათაოდ მონიშნა. scale-ის მეშვეობით დავაპატარავთ.
აი ესე მივიღეთ ესეთი კონკრეტული ფორმის ფეხი და მოდით აი მოთხივე კუთხეს შევცვალოთ ფორმა. მოვნიშნავ ოთხივე გვერდს. შემდეგ ლუპს დავაკლიკოთ და გამოვიყენოთ ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო ჩემფერი, სადაც ვახდენთ აი ამ ხაზების გაყოფას. როგორც უყურებთ, გაიყო ხაზი სამნაწილად, შუაში არის კიდევ ერთი ხაზი. აი ეს პარამეტრი მიუთითებს მაგ ერთს და შეგვიძლია წავშალოთ ეს შუა ნაწილი და ესეთი სახით დავაფიქსიროთ. ოდნავ კიდევ დავაპატარავებ, რომ არ იყოს სწორხაზოვანი კუთხეები და დავაფიქსიროთ. აი როგორც უყურებთ, როგორ მარტივად შევქმნით აი ამ რამოდენიმე პარამეტრით აი ესეთი სახის ფეხი. მოდით ახლა ეს ფეხი დავაკოპიროთ მარცხენა მხარეს, ისე რომ არ კვეთავდეს, არ გამოდიოდეს გარეთ, შიგნით მოვათავსოთ. ასევე ჩვენი მაგიდის ზედა ნაწილს დავაპატარავებ. აი ეს ორი ხაზი არ გვჭირდება, წავშალოთ Ctrl Backface-ით. ესე შევავიწროვებ. მოვნიშნოთ ორივე ფეხი, დავაკოპიროთ აქეთ ამ მხარესაც. აი ესე გავასწორებ. აი ესე შევქმნით ხაზოვანი სტრუქტურისგან მაგიდის ფეხები. გადავიდეთ ახლა მესამე მონიშნის ფუნქციაზე. ეს არის წერტილები და განვიხილოთ მისი ხელსაწყოები. ამისთვის გამოვიყენებ planes, შევქმნათ მაგიდის გადასაფარებელი, ასევე გავააქტიუროთ ავტოგრიდი, რომ ობიექტი შეიქმნას აი მაგიდაზე. აი ესე დავაფიქსირებ. ასევე შევცვალოთ ფერი და ოდნავ ავწიოთ ზევით, რომ გამოიყოს აი მაგიდას. ჩვენს planes გადავიყვან edit polish-ში და გავააქტიუროთ წერტილები. აქაც როგორც უყურებთ, გვაქვს ის სამი ძირითადი ხელსაწყო, extrude, chamfer და connect, რაც წინა შემთხვევებში ქონდა. პირველი მოვნიშნოთ აი ეს კუთხეები და scale-ის მეშვეობით გავზარდოთ. ასევე გამოვიყენებ chamfers და ამ კუთხეებს დავამრგვალებ. შეგვიძლია დავამატოთ სეგმენტების რაოდენობა. ასევე ვაკონტროლოთ აი ეს მომრგვალება აი ამ პარამეტრის მეშვეობით. დავაფიქსიროთ აი ეს მდგომარეობაზე. შემდეგი მთავარი ეს არის წერტილების შეერთება, რაც აუცილებელია ვიცოდეთ. აქ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი არის, ოდესაც target weld-ით ვაერთებთ ერთ წერტილს მეორესთან. აი ესეთი სახით. და გვაქვს მეორე ფუნქცია, როდესაც პროგრამა ავტომატურად აერთებს ორ წერტილს ან რამოდენიმეს. მოდი ამებს დავაბრუნებ და გამოვიყენოთ მხოლოდ weld-ის ფუნქცია. მოვნიშნოთ ორი წერტილი, შევიდეთ weld-ის პარამეტრებში და მიუთითოთ რადიუსი, რა რადიუსზეც უნდა შეერთდეს ეს ორი წერტილი. აი ესე დავაფიქსირებთ. როდესაც უკვე მოვნიშნავთ სხვა წერტილებს, ეს რადიუსი აქაც გამეორდება. მოდით ახლა აი ეს შიდა ნაწილი მოვნიშნოთ და განახორციელოთ chamfer-ის ფუნქცია. სეგმენტები მოვაკლოთ, მივიღეთ აი ესეთი ორნამენტის სახე. ოდნავ დავაპატარავოთ. შეგვიძლია დავაფიქსიროთ. შეგვიძლია აქ ეს შიდა ნაწილები წავშალოთ პოლიგონების მიმართულებიდან. აი ესე მოვნიშნავ. და ესენი შეგვიძლია უკვე წავშალოთ.
როგორც უყურებთ, მივიღებთ ასეთი ფორმა. ეხლა მოვნიშნოთ ყველა პოლიგონი. გავუკეთოთ ექსტრუდი, რომ მივცეთ ამ გადასაფარებელს მოცულობა. დავაპატარავოთ. ესე დავაფიქსიროთ. ესე მარტივად მივიღეთ ჩვენი წერტილების ხელსაწყოებით, ეს გადასაფარებელი. შეგვიძლია ოდნავ კიდევ გავზარდოთ. ესე დავტოვოთ. ეს იყო ჩვენი გაკვეთილის ის მთავარი თემა, რასაც edit-ბორი ემსახურება. მომავალ შეხვედრამდე.